მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაიგეთოთ ახლა და ეს თემაც არის თქვენი თხოვნით. დამწერთ ხოლმე ესე იგი კომენტარებში, გარდა იმისა, რომ ენერგოცვლისთვის აუცილებელია თქვენი ლაიკები და კომენტარები, როგორც იცით, დამწერეთ კომენტარებში ასევე თქვენთვის სასურველი საერთო გაშლის თემა. პირადი გაშლები, ჩემი ქმარი, ჩემი ძმა და მე რას ვიზამ, ეგ არის პირადი თემის და პირადისთვის მომწერეთ პირადში. Telegram-ი აღარ მაქვს, ვინც არ იცის კიდევ დავაკონკრეტებ. ესე იგი, ეხლანდელი ეს თემა არის თქვენი თხოვნით იმასთან დაკავშირებით, შემახვედრებს თუ არაო იმ ადამიანს კიდევ ცხოვრება გვექნება თუ არა შანსი იმისი, რომ შევხვდეთ და რაღაცნაირი ურთიერთობის ხელახალი დასაწყისის, ასე ვთქვათ, განულებული პერიოდიდან ხელახალი დასაწყისი აღდგენა, ასე ვთქვათ, ურთიერთობის მოხდეს. იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და თქვენი თუ არ არის ეს გაშლა კონკრეტულად, გადმოდით ჩემ გვერდზე, ბევრი გაშლები მაქვს, აარჩიეთ თქვენთვის სასურველი თემატიკა და აუცილებლად გამოწერა, თუ გამოწერილი არ გაქვთ ჯერ ჩემი გვერდი, TikTok-იც, YouTube-იც, გამოიწერეთ და ლაიკეთ და გააზიარეთ, რომ ხალხმა ბევრმა ნახოს და ბევრს მივაწვდინოთ, ასე ვთქვათ, ხმა თქვენი დახმარებით. რისთვისაც ყველა თქვენი ჩადებული ენერგიისთვის უღრმესი მადლობა. ეხლა წავედით და გავიგოთ თქვენ ვინ ხართ, რა ხდება თქვენ ცხოვრებაში ეხლა ამჟამად, იმისთვის რომ მიხვდეთ კონკრეტულად ეს გაშლა რამდენად თქვენია. თქვენ ხართ წყლის დედოფალი, წარმოდგენილია. წყლის დედოფალი არის შეიძლება წარმოადგენთ წყლის სტიქიას კონკრეტულად ბრძანდებით შეიძლება კიბორჩხალა, მორიელი ან თევზების ნიშანი, ან ასცენდენტი გაქვთ წყლის ნიშანში, ძალიან კარგად მკვეთრად გამოხატული, ან უბრალოდ ძალიან ემოციური, ემპათიური, ძალიან სათნო, მოყვარული, ასე ვთქვათ, ცხოველების, ფრინველების, ყველაფრის მოყვარული და ძალიან თბილი და ისეთი მგრძნობიარე ქალბატონი ბრძანდებით, თუ წყლის სტიქიას არ წარმოადგენთ ზუსტად იცით. აჩვენებენ, რომ თქვენ ცხოვრებაში მოხდა ნგრევა ურთიერთობასთან დაკავშირებით, ურთიერთობაზე გვაქვს გაშლა და აქედან გამომდინარე მე-16 მაღალი არკანით. ეს არის ის ურთიერთობის ნგრევა, რასაც თქვენ შეიძლება საერთოდ არ ელოდით, ანუ ძალიან მოწმენდილ ცაზე, რომ მეხის გავარდნასავით იქნება და სრულიად არ ელოდები ამ შედეგს, ყოველ შემთხვევაში ამ კონფლიქტიდან, ამ ნგრევიდან რაღაცა უეცარ ისეთ ინფორმაციას მიიღებ, ან უეცარი ისეთ დატრიალდება სიტუაცია სრულიად 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით, რაც წამებში ინგრევა, აი რაღაცა 8 ბალიანი მიწისძვრა რო წარმოედგინოთ და ის მყარი შენობა, რომელიც არ არის, რასაკვირველია ჩამოინგრევა ამ მიწისძვრისას, ამ ჭექაქუხილისას, ამ გაუთვალისწინებელი, ასე ვთქვათ, ბუნებრივი მოვლენებისას, ბუნებრივი მოვლენასავით, აი წამიერად შეიძლება სრულიად ამოატრიალა თქვენი ცხოვრებისეულ პირადი ურთიერთობასთან დაკავშირებული თემები. ძალიან დიდი ალბათობით აქ მიყურებს გაშლაში ოჯახს განქორწინებული უკვე ადამიანი. 10-იან პენტაკლით ეს არის ოჯახური სტაბილურობა, რომელზეც მე უკვე გითხარით, რომ მოხდა ნგრევა. რატომ მოხდა ამ ყველაფრის გარკვევას არ დავიწყებ, გაშლა არის ორივე სქესისთვის, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ ხოლმე გაშლა, უბრალოდ აჩვენებენ, რომ თქვენი სტაბილურობა ისე მოირყა, რომ ჩამოინგრა ის პრინციპში, რასაც საფუძველი არ ქონდა, რაც დღეს თუ არა ხვალ დაინგრეოდა, ეს ეჭვიანობის ნიადაგი იყო, ღალატის ნიადაგი იყო, ტყუილების ნიადაგი იყო, არ ვიცი, რაღაცა თქვენი უპატივცემულობა იყო, ტყუილის რეჟიმის გამოაშკარავება იყო, ყველას თქვენი გაქვთ ახლა, რომ ჩამოთვალო ბევრზე გამეწელება დრო და ვინაიდან სულ ამაზე მეწეწონებით, რომ რამდენს ლაპარაკობო და არა და ერთ კარტზე რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობს ტაროლოგი, როგორც წესი ეს ითვლება ოქროს ტაროლოგად და ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად, რომ ასე იგი გარდა იმისა, რომ კარს კითხულობს, ინფორმაციაც მოზდის და გეუბნება, მაგრამ ძალიან ბევრი სამწუხაროდ თქვენგანი და არა გამომწერები უმეტესად, ამასაც ხაზ გაუსვავ, მიწერთ ხოლმე, რომ გოგო რამდენს ლაპარაკობ და მე იმდენს ვილაპარაკებ ჩემ გვერდზე, მეგობრებო, რამდენიც მე ინფორმაცია მომდის და გამეხარდება. თუ არ ქსია მომნებთ,
ჩემი მარტო ვიზუალი ქსიამოვნებთ. შეგიძლიათ ჩაუწიოთ ხმას და ვიზუალზე მიყუროთ და ამით დაკმაყოფილდეთ. მაგრამ არის ადამიანები, ვისაც ჭირდება ინფორმაცია მივაწოდო და რამდენი ინფორმაციაც მომდის, იმდენს ვილაპარაკებ და არავის არ დავეკითხებით ჩემ გვერდზე. არ ქსიამოვნებთ, უბრალოდ ასკროლეთ, თუ არა და დაიბლოკებით ყოველგვარი გაფრთხილებების გარეშე, ერთი გაფრთხილების შემდეგ პირდაპირ ბლოკავ ასეთ ადამიანებს, ვინც უაზროდ იცინის, სასაცილოს ვერ ხვდები რა არის უბრალოდ ტაროლოგის გვერდზე, მე არ მაქვს კომედი შოუ და რაღაცნაირი ირონიას და ესეთ ემოციებს არ იშურებს, ასე ვთქვათ, რომელიც ამ გვერდზე და ჩემ გვერდზე სრულიად არავის არ გვჭირდება აბსოლუტურად. ასე რომ გაითვალისწინეთ, თუ გატყობთ რომ ეს გაშლა ამ იდენტიფიკაციით თქვენია, წავედით, მაშინ გავიგოთ, გექნებათ თუ არა, აი თქვენ ნაწილს ვისთანაც ოჯახი დაგენგრათ, იმ ადამიანზე შეიძლება გქონდეთ ჩაფიქრებული, რომ აღადგენთ თუ არა ურთიერთობას, ნაწილი იქნება ისეთი, რომ შესაძლებელია თქვენი პარტნიორიც კი ყოფილიყო დაქორწინებული და სამკუთხედში ბრძანდებოდით, ასეთი სიტუაციაც არის 10-იან პენტაკლით, იმიტომ რომ სტაბილურობა არის ოჯახური და შეიძლება გამოიწვიან გრევა რაღაცნაირად ეჭვიანობის რეჟიმმა და დაშორიშორება თქვენი ერთმანეთზე. ყველას თქვენი გაქვთ, რო აღარ ჩამოვთვალო, ეს არის ურთიერთობა, სადაც სტაბილურობისკენ ვერ წავიდა, მოკლედ, ჯერჯერობით თქვენი ურთიერთობა და ჩამოინგრა, რასაც საფუძველი მყარი არ ქონდა. მოგცემთ თუ არა სამყარო შანსს, რომ ამ ადამიანს ისევ შეხვდეთ, ჯერ ეს გავიგოთ და მერე გავიგოთ პერსპექტივა ექნება თუ არა, რანაირი ექნება თუ შეხვდებით მაშინ. გექნებათ თუ არა ამ ადამიანთან ცხოვრების მთელი ცხოვრების მანძილზე არის კითხვა იმისი, რომ შეხვდეთ ამ ადამიანს, პერიოდი იქნება იმისი, რომ მარტოობაში იქნებით და ძალიან გაავებული, ასე ვიტყოდი, ავიმგელივით მარტო მინდა ყოფნა და ესე იგი არ გაასუნიებთ თქვენ გვერდზე საწინააღმდეგო სქესისას, არც მამაკაცს თუ ქალბატონი ხართ და არც ქალბატონს თუ მამაკაცი ხართ, არ გენდომებათ, აი სულიერად არავის არ ენდობით, ისეთი პერიოდი გექნებათ, არავინ არ გენდომებათ, არავის მოკარება, არავის თან სიახლოვე, არავის თან გასეირნება, აი სიახლოვის და ურთიერთობის რეჟიმი გექნებათ ძალიან დისტანციაზე, ასე ვიტყოდი და ადამიანებიც ყველა გეყოლებათ დისტანციაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ ცხოვრებაში მოგზანდება წყლის ტიქის მეფე, ეს მამაკაცებმა თქვენ თავზე მოირგეთ, ეს შეაბრუნეთ, ანუ რასაც ვიძახი ხოლმე. წყლის ტიქია შეიძლება იყოს კიბორჩხალა, თევზები ან მორიელის ნიშანი, ან უბრალოდ ძალიან ემპათიური ადამიანი, ძალიან თბილი, მოსიყვარული, რომანტიკოსი. ადამიანი, რომელიც ფიზიკურობის დონეზე თუ ვიტყვით, საშუალოზე მაღალი სიმაღლის იქნება, არც ისე ჩაფსკვნილი და არც ისე ძალიან გამხდარი. საშუალო აღნაგობის, ასე ვიტყოდი, მაინდა-მაინც სპორტული აღნაგობის არა, მაგრამ ძალიან მომხიბვლელი ღიმილით, ძალიან სათნო, იგივე მამაკაცებმა მოირგეთ თქვენ თავზე, ძალიან სათნო და ისეთი ნდობას რომ გამოიწვევს შენში აი ესეთი პიროვნება, თბილი, რომელსაც შეგიძლია გული გადაუშალო, თითქოს კარგი წლების ნაცნობივით ადამიანი იყოს. ამ ადამიანის ასე ვთქვათ გამოჩენა ხდება თქვენ ცხოვრებაში და ეს არის თქვენ თუ წყლის ტიქის დედოფალი ხართ, ეს მამაკაცი წარმოჩინდება წყლის ტიქის მეფედ. შეიძლება კონკრეტულად ვიზეც შეიფიქრეთ, ის ადამიანი არის წყლის ტიქის წარმომადგენელი და ძალიან ესეთი ერთი ენერგია გაქვთ, ერთნაირი ემოცია, ერთნაირი აბსოლუტურად შეიძლება სტიქიაც ერთნაირი გაქვთ ჰოროსკოპით, მაგრამ ემოციურად ხართ ძალიან ორივე ესეთი თბილი და ემოციურები. ეს ადამიანი რაღაცა თქვენი აი მარტოობის და განმარტოების შემდეგ გამოჩნდება ისევ სხურბზე. სამი შეძლით ეს არის ადამიანი, რომელსაც ელოდები, ჩუმათაც ელოდები, იმიტომ არავის არ იკარებ. ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, რამდენ ხანში გამოჩნდება დაახლოებით. შესაძლებელია ძალიან კარგ ვარიანტში 2 კვირა იყოს, 2 თვე, ან ზოგისთვის შეიძლება 2 წელიწად გაიწელოს, ორიანი მაღალი არკანი ქურუმი ქალით, მაგრამ ურთიერთობა იქნება ისევ ამ მომენტისთვის საიდუმლოდ გამოვა, საიდუმლოდ დაიწყებს თქვენთან კონტაქტს და აღდგენას ურთიერთობის, ცხრიან პენტაკლით თქვენ ამ ურთიერთობაზე გაზრდილი ხართ. თქვენ უფრო მეც იმსახურებთ, მამაკაცი პატარაა, თქვენ ძალიან დიდი ხართ, თქვენ გაიზარდეთ ამ ურთიერთობაზე.
მიეცით მას თქვენზე ოცნებების უფლება. თქვენ ეს ურთიერთობა აღარაფერში არ გჭირდებათ, რომელიც კუთხეში